ვაგრძელებთ მეგობრებო საუბარს, ესე იგი, ჩვენ გავჩერდით იქ, რომ ვნახეთ როგორ უყურებდა სესილ როუდსი მასონების აი ამ თავის ვისი წევრიც იყო მათ ძალაუფლების საბოლოო მიზანს, რომ სოფლიო დომინირება, სოფლიო მთავრობის ფედერალისტურად მოწყობა ბრიტანული ელიტებით სათავეში ზუსტად ისევე როგორც მოწყობილი იქნა ევროკავშირი, ზუსტად ისევე როგორც მოწყობილი იქნა ამერიკის შეერთებული შტატები, ესენი იყვნენ პირველი, ასე ვთქვათ, სატესტო ვარიანტები მსოფლიოს მოწყობის საბოლოო მიზანი სწორედ ეს იყო. მაგრამ აი როგორ უნდა განხორციელებულიყო ეს ბრიტანული ელიტების სათავეში მოსვლით, კარგად გაიაზრა ეს როუდსმა, იქიდან გამომდინარე, რომ იმ ეპოქაში როცა ცხოვრობდა უკვე მოხდარი იყო ესეთი ინდუსტრიული რევოლუცია და სხვა შორის ეს ინდუსტრიული რევოლუციები მათი გადმოსახედიდან არის მთავარი რაღაცა მეორე, მესამე, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, რომელიც ახლა უნდათ განახორციელონ, ხო, ეს ინდუსტრიული რევოლუციები მათი გადმოსახედიდან იყო კარგი ტრამპლინი აი ამის განსახორციელებლად მას შემდეგ რაც მოგონილი ფულტონი იყო ასეთი მეცნიერი ბრიტანელი, რომელმაც შიგაწვის ესეთი შიგაწვის ძრავა არა, მაგრამ შეიძლება ითქვას შიგაწვის ძრავის ერთი ვარიანტი, ანუ ესეთი ორთქმავლის მიმართულებით, ლოკომოტივის მიმართულებით გამოიგონა და ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბრიტანეთმა შეძლო გაუსწრო პროგრესში მაშინ ძალიან ბევრ ერს და აქედან გამომდინარე მოხდა სწორედ მსოფლიოს კოლონიზაცია და სესილ როუდსს კარგად მოეხსენებათ, თვითონ იყო სესილ როუდსი, ძვირფასო მეგობრებო, ძალიან ახალგაზრდობაში, ძალიან მალე მოგიყვებით ამას 17 წლის იყო, როდესაც სამხრეთ აფრიკაში წავიდა და იქ გახდა სამხრეთ აფრიკის ბრილიანტების მაგნატი. და ოქროს მაგნატი. როგორ მოახერხა ამას მოგიყვებით, თუმცა მისი გადმოსახედიდან ეს იყო მთავარი ერთ-ერთი ეკონომიკური ფაქტორი იყო მამოძრავებელი ძალა, რომელიც ბრიტანეთის იმპერიას შემდეგ უკვე მასონურ იდეებს განახორციელებდა, სწორედ ესეთი კარგი სატრამპლინო პლაცდარმი იყო მისი გადმოსახედიდან. და რა შეიძლება ითქვას რა მისი გადმოსახედიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ ინგლისი იყო კარგი ვარიანტი ამისთვის ეს პირველი ვთქვით რომ მასონური თემა იყო კარგი ვარიანტი პირველ რიგში იდეოლოგიური თვალსაზრისით ხოლო ეკონომიკური თვალსაზრისით ეს ყველაფერი უკვე ბრიტანეთის იმპერიაზე გადიოდა. მოგეხსენებათ, რომ ბრიტანეთის იმპერია მაშინ ფლობდა ძალიან დიდ ტერიტორიას მსოფლიოსას და აქედან გამომდინარე ეს იყო მისთვის დამატებითი мотиваცია, რომ გამოიყენებინა ეს პლაცდარმი. ხო, რა შეიძლება ითქვას კიდევ აქ, ბევრს არ გავჩერდები ამაზე, ძვირფასო მეგობრებო, იმიტომ რომ ყველაფერი უკვე გლობალიზაციისკენ მისი გადმოსახედი ისედაც მიდიოდა ეკონომიკური თვალსაზრისით და აქედან გამომდინარე მატერიალური პროდუქციის ესეთი ურთიერთდამოკიდებულება კორპორაციული სახით მსოფლიოზე გლობალიზაციის ეკონომიკური მოდელი ძალიან კარგი იყო. შემდეგი ფაქტორი, რომელიც სესილ როუდსს მიაჩნდა, ეს იყო მისი გადმოსახედით ბრიტანეთის და ბრიტანული სისხლის ელიტების უმაღლესი რასა. დიახ, გინდა იჯერეთ, გინდა რა სესილ როუდსი იყო რასისტი, რა თქმა უნდა, დარვინის თეორიის მიხედვით, ერთსაც დავამატებ, კარლ მარქსი და ენგელსი, ფრიდრიხ ენგელსი ასევე იყვნენ რასისტები და დარვინისტები. და მინდა გითხრათ, რომ მარქსის ცნობილი კაპიტალი მიძღვნილი არის დარვინისთვის, ანუ მას მიუძღვნა მარქსმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ნახეთ, როგორი გადმოსახედია ანთროპოლოგიის შემოbrunება, ნახეთ, ქრისტიანული ანთროპოლოგია როგორია, ათეისტური ანთროპოლოგია, ხო? ისეთია, რომ ესე ვეძახით, ჩვენ ზემოდან ქვემოთ ანთროპოლოგია. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა შექმნა, ანუ ზემოდან წამოვიდა სიცოცხლე, ხოლო რევოლუციური ანთროპოლოგია, აქაც ნახეთ, ანთროპოლოგიის რევოლუციური გაგება არის, რომ ქვემოდან ზემოთ მოხდა სიცოცხლის შექმნა, ანუ მატერიისგან მოხდა წარმოშობა სიცოცხლის. არის სრული აბსურდი, მათემატიკური აბსურდია, მაგრამ მოგეხსენებათ
რევოლუცია მხოლოდ პოლიტიკური იყო, არა მხოლოდ პოლიტიკური იყო, არამედ იყო ანთროპოლოგიური ძვირფასო მეგობრებო. და ესე იგი როუდსის გადმოსახედიდან ნახეთ წავიკითხოთ აი master race რომ ხედავთ ეხლა თქვენს წინაშე The superiority of British race was evident to Rhodes by the fact that the tiny island of England already ruled an empire that consisted of over 25% of the world population and landmass. ანუ როუდსის გადმოსახედიდან ერთ-ერთი დამამტკიცებელი ფაქტი იმისა, რომ ბრიტანელები იყვნენ უმაღლესი რასა, მდგომარეობდა იმაში, რომ მათ მოიგეს რასობრივი ბრძოლა, ეგრეთ წოდებული ხო, აი დარვინისტული გადარჩენისთვის ბრძოლა ბრიტანელებმა, რადგან ეს პატარა კუნძული, ინგლისელების კუნძული, ხო, ფლობდა მთელი მსოფლიოს, მაშინდელი მსოფლიოს 25%-ს მთელი მსოფლიოს პოპულაციის, ანუ მოსახლეობის და ხმელეთის, ხო? The empire included India, Australia, Canada, New Zealand, Hong Kong, Gibraltar, the West Indies and several colonies in Africa. ანუ დაპყრობილი ქონდა ბრიტანეთის იმპერიას ინდოეთი, ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია, ჰონგ-კონგი, გიბრალტარი, თქვა აღმოსავლეთი ინდოეთი ხო ეს ინდის ანუ რას ნიშნავს რა მაშინდელი ამერიკის შეერთებული შტატებიც მაშინ ბრიტანელები უკვე აღარ იყვნენ მაგრამ მისი გადმოსახედიდან ისინი თქვა ერთ-ერთი დამამტკიცებელი რომ მანდატს გადაწყვნენ რა ვიცი ახალი ზელანდია ვთქვით ანუ სადაც ინგლისურად ლაპარაკობთ ხო ხომ დაფიქრდეს რა ადამიანი რატო ლაპარაკობს დახევარი სოფლიო ინგლისურად ძალიან მარტივი მიზეზის გამო ინგლისმა დაიპყრო ყველა ხო ეხლა არის ძალიან მნიშვნელოვანია რომ Rhodes მიაჩნდა რომ სხვა ეს კოლონიები და არა მარტო რომელიც დაპყრობილი ქონდა ზოგადად ყველა დანარჩენი ძირთად არაევროპული მაგრამ ხო არაევროპული მიაჩნდა რომ ისინი იყვნენ ნახევრად მაიმუნები ანუ ევოლუცია დარვინისეული ევოლუცია ვერ განიცადეს ჩამორჩნენ ევოლუციას და ამიტომ იყვნენ ნახეთ რას წერს ნახეთ აი წყალები ქვემოთ რა The native is to be treated as a child and denied the franchise. ანუ ადგილობრივი მოსახლეობებიო იგი თვლიდა. უნდა როგორც ისე უნდა მოეპყრათ როგორც ბავშვებს. რას ნიშნავს ეს? ანუ განუვითარებლებს და უნდა უარი უთხრათ მათ თვით ორგანიზებაზე, თვით მასე რა ქვია მართვაზე ანუ მართვა არ შეუძლიათო მათო we must adopt a system of despotism ჩვენ უნდა გამოვიყენოთ დესპოტიზმის სისტემა მათ მიმართ ანუ დესპოტები უნდა ვიყოთო in our relations with the barbarians of South Africa ანუ სამხრეთ აფრიკა ვიმეორებ სამხრეთ აფრიკის მაგნატი იყო სამხრეთ აფრიკელებს უნდა როგორც ბარბაროსებს ისე მოეპყროთო Casting aside any attempt at eloquence, wrote that I prefer land to niggers. მისი გადმოსახედიდან ნეგროები, ანუ ზანგები, არაფერს არ წარმოადგენდა და მიწა მირჩევნია მაგ ხალხსო ამბობდა ბატონი როუდსი მათიუს სვიტის ისტორიკოს მათიუს სვიტი ვიხსნის ამას თავის შრომაში Cecil Rhodes a bad man in Africa Cecil Rhodesi აფრიკელი აფრიკის ცუდი კაცი ხო ასეთი რამეა ძვირფასო მეგობრებო და აი ესეც ვინდა ვიცოდეთ და გავაგრძელოთ შემდეგ შეხვედრაზე ჩვენ უკვე კიდევ უფრო გავიცნობთ Cecil Rhodes და მოდ დავასრულოთ ბარემ აგერ არის ბატონი Cecil Rhodesi რომელსაც უნდა რომ კაიროდან კეიპტაუნამდე გაეყვანა მატარებელი ეს იყო პირველი ნაბიჯი აფრიკის დაპყრობის მისი გადმოსახედიდან ასეთი სურათი დაიხატა მისი ოცნების და ნახეთ რას წერს ძალიან საინტერესო რამეს წერს თვითონ ისევ ბატონი Cecil Rhodesi თავის სარწმუნოებით განცხადებაში This racial awareness provided the impetus of Rhodes' confession. I contend that we are the finest race in the world and that the more of the world we inhabit, the better it is for the human race.
იგი წერდა თავის სარწმუნოებით განცხადებაში მე ვფიქრობ მე მწამს და ჩვენ ვართ საუკეთესო რასა მსოფლიოში და რაც უფრო მეტ ქვეყანას ში დავსახლდებით უკეთესია ეს კაცობრიობისთვის იგი აგრძელებს just fancy those parts that are present inhabited by the most despicable specimens of human beings what an alteration there would be if they were brought under Anglo-Saxon influence. Look again at the extra employment a new country added to our domination gives. I contend that every acre added to our territory means in the future birth to some more of the English race who otherwise would not be brought into existence. Added to this, the absorption of the greater portion of the world under our rule simply means the end of all wars. Having these ideas, what scheme could we think of to forward this object? Ano. საუკეთესო რასა როდესაც დასახლდებაო ჩვენი სახითო ყველგანო დასრულდება ომებიო ნუ თუ წარმოგიდგენიათო ომების და საყოველთაო მშვიდობის დამყარების საუკეთესო უკეთესი საშუალება ვიდრე ის რომ ყველგან ინგლისელები ვიყოთო აი ასეთი გიჟი იყო ეს კაცი და ხო, აგერ არის მეგობრებო უკვე ის ყველა ის ლიტერატურა რომელიც გამოყენებული იქნა აქამდე. მომავალ ჩვენ შეხვედრაზე უკვე მეგობრებო გადავალთ შემდეგ თავზე, სადაც ჩვენ ვნახავთ მეგობრებო უკვე იმ თემებს Cecil Rhodes-ი როგორ მოღვაწეობდა მიზნისკენ ზოგადად Cecil Rhodes კიდევ უფრო ახლოს გავიცნობთ, რადგან კიდევ ამბობს დამფუძნებელი მამა ამათი კაცშვილმა არ იცის ეს საქართველოში და მოღონთ, რა თქმა უნდა, წითელ აბელმა იცის. დროებით